როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდით ვნახოთ, შემოგთავაზებთ თუ არა სერიოზულ ურთიერთობას. ვისთვის რა არის სერიოზულობა, საერთოდ მამაკაცებს როგორც შეუძლია ისეთ ურთიერთობას თავაზობენ ქალებს, მაგრამ მე მაინც როგორიც ველმოდურიც არ უნდა გამოჩნდე, 2-4-4-ია სერიოზული ურთიერთობა, როგორც იყო და არის საქმე. სტატუსი და მერე ბავშვები. გოგონებო. ყველას უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ლაიქებისთვის, ყველაფრისთვის. როგორც ყოველთვის მინდა იყოს ყველა ბედნიერი, მაშინ ასე დავიწყოთ. შემოგთავაზებთ თუ არა სერიოზულ ურთიერთობას და ზოგადი გაშლების მადლით, რა თქმა უნდა, გულს არ დაგწყვიტავთ და ჩავიხედავ, როგორი ურთიერთობის შემოთავაზება შეუძლია. შემოგთავაზებს სერიოზულ ურთიერთობას. აშ, ნახოთ, შემოგთავაზებს. მე ეხან გადმომიხდა ეს კარტი შევაკავე, მაგრამ მე ყოველთვის მინიშნება ზანდით ყურადღებას ვაქცევ და მივაქცია მასეს ყურადღება და დავემახსოვრე, შემოგთავაზებს თუ არა. შემოგთავაზებს, უბრალოდ ახლა არა. მაგრამ ეს იქნება უფრო როგორ იცი, სიყვარულის ახსნა. ვისაც უკვე ახსნილი აქვს სიყვარული, გაუმჯობესება ურთიერთობის, შეხვედრები უფრო ინტენსიური იქნება, უფრო დაფიქრდება შინაგან მდგომარეობაზე თუ რას გრძნობს ეს ადამიანი შენთან, შეხვედრების მერე, ისედაც რას გრძნობს. ახლა რომ თქვა სიმართლე, ეს ადამიანი აი რაღაცა რო თქვა დიდი ნახტობით შემოთავაზებას, ამას ვერაფერს ვერ შემოგთავაზებს, არ არის ამისთვის მზად, იმიტომ კი არა, რამე შენშია პრობლემა, საკუთარ თავში ცდილობს გაერკვიოს და დაფიქრდეს საერთოდ რა უნდა ამ ურთიერთობიდან. თუმცა ფაქტი ის არის, რომ მას ემოცია შენს მიმართ აქვს. დარწმუნებულია იმაში, რომ აი შენ რო შეხვდე ცხოვრებაში ძალიან გაუმართლა და ძალიან კმაყოფილია ამით. ახლა შეიძლება იყოს ისეთი სიტუაცია თქვენ შორის, რომ რაღაცა იმ აქტიურ ნაბიჯებს ვერ ხედავდიან, შეიძლება ისეთი შეხვედრები არ იყოს, თუმცა ამ საყვარელ სიტყვებსაც როგორც მე შენ მიყვარხარ ქვია და ასე შემდეგ, ასე არ აფრქვევდეს სულ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ აქვს ეს მდგომარეობა. თავს იკავებს, რომ რამე თქვას. კარგი. მოდი ახლა აქედან მე რა მაინტერესებს. ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის შენ ცხოვრებაში მაინც ამ ურთიერთობისთვის მუშაობა და დარწმუნდეს საკუთარ თავში რომ გინდა თუ რა არის უფრო? არ უნდა დარწმუნდეს რამდენად ხარ შენ ის ცხოვრების მეგზური, რასაც და როგორც წარმოიდგენს თვითონ, რასაც ელოდებოდა, ან შეიძლება შენგან ელოდება ზუსტად იმას, რასაც შეიძლება შენ არ აკეთებდე ახლა. ან ის ხასიათი არ გაქვს, როგორც მას უნდა. ეს არის ის ადამიანი, გოგოდან, ქალიდან უნდა მიიღოს ზუსტად რაღაცა იმ ქცევის მოდელი, მანერა, ხასიათი, როგორც მას წარმოუდგენია. ცოტა მიმღებლობაში აქვს პრობლემა. აი მაგალითად როგორ რაღაცა იცი, ჯერ არ არის მზად რომ უპირობოდ შეგიყვაროს და მიგიღოს ისეთი როგორიც ხარ. და ამაში აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ იმიტომაც არ არის მზად, რომ არ ეყრდნობა ბოლომდე საკუთარ თავს. მაგრამ მე აქ უყურებ ასეთ რაღაცას, რასაც ურთიერთობის დაგვირგვინება ქვია. რასაც ქვია მართლა სიჯანსაღე, ამას გოგონებო მართლა დააგვიანდება. მაგრამ აქ არის პატარა რისკი თქვენთვისაც, რომ შენ შეიძლება ამას უკვე დიდი ხანია ელოდები და რაღაცნაირად არ გაქვს ის შეგრძნება და იმის იმედიც, რომ რამე იქნება. თუნდაც მოდი ვთქვათ აქტიური შეხვედრები, სიყვარულის გამომჟღავნება და ასე შემდეგ. მაგრამ თქვენთვის მაინც ლოდინის არ რისკოა, რატომ იჩვენებს ამას ძალიან საინტერესოა. სარისკოა. ნახოთ ერთი.
რატო არის თქვენთვის ეს ლოდინი? მე აქ უფრო ვარაუდობ იმით, რომ ამას ელოდები შენ. კაიხანია და მაგიტო. ანუ მეტი აღარ უნდა ელოდო? თუ რა ხდება? ხო, აი როგორ რაღაც იცი, შენგან ყველაფერი უნდა გაჩერდე, შენ რაც გააკეთე და უკვე მასია ყველაფერი დამოკიდებული თითო როგორ იზამს. როგორ უჭირს მომავლისთვის გადაწყვეტილების მიღება? ძალიან უჭირს. არ ვიცი ეს ზედმეტად ჭკვიანი მამაკაცის ბრალია თუ ზედმეტად რო ფიქრობს თუ რისი ბრალია არ ვიცი, მაგრამ ძალიან უჭირს. ისე თქვენ ერთი სისხლის ადამიანები ხართ, აი ძალიან დასანანია თუ აქედან რამე არ გამოვა, რადგანაც კარგი მართლა სტაბილური ურთიერთობა გამოვა ამ ურთიერთობიდან და თუ ოჯახსაც დაფიქრდებით, ყველაფერი კარგად იქნება. რა პრობლემა აქვს მაინც თავარი, მე მაინც უყურებ ამ ადამიანს, რომ რაღაცა შინაგანად აწუხებს, რა ფინანსური მდგომარეობაც აწუხებს. და აწუხებს კიდე ის მომენტი, რამდენად შეგავსებს და დაგაკმაყოფილებს. ძნელია შენი დაკმაყოფილება, იმიტომ კი არა რომ პრეტენზიული ხარ, მაგრამ ზუსტად იცის რა შეგეფერება, რა გინდა, რა სიტყვა, ანუ გადაღიჭილად იცის ყველაფერი და გრძნობს. ამიტომ ახლა და ამ ეტაპზე ბევრს ვერ გთავაზობს, იმიტომ რომ გონია რომ მე მაინც დაგაკლებს ყველაფერს და შენი მდგომარეობას ვერ იგრძნობ, რაც შენ შესაძლოა გინდა ამ ურთიერთობაში. ისე შენი არსებობა მისთვის როგორია, იცი? ძალიან ახარებს, ძალიან ბედნიერია. უხარი ხარ. მაგრამ ჩერდებით ამაზე. ნახე, დაგინახე, გნახე, გქონდა კომუნიკაცია და всё. მე ხომ მოდის ამას ხომ მოყვება რაღაცა ლოდინი და გაგრძელების რაღაცა სურვილი. მე ეს არ არის. მე უკვე ყველაფერი რთულდება. შენშია რამე პრობლემა? ნუ ახლა ამას პრობლემა თუ ქვია, არ ვიცი, უბრალოდ ძალიან ბევრს ნერვიულობს წინასწარ. ფეთიანია ცოტა. დაუფიქრებლობას ჯობია ისე ფეთიანი იყოს, მაგრამ რომელი ჯობია არ ვიცი. თქვენი აზრით რომელი ჯობია? მამაკაცი რომელიც დაუფიქრებლად წყვეტს რა უნდა თუ ცოტა შორს რო იხედება. ჩემი აზრი არ ვიცი, არც ერთი მომწონს და არც მეორე. კაცი უნდა იყოს გამბედავი. მოდი ვნახოთ, რამდენად გამბედავია და რამდენად იბრძოლებს და უკან არ დაიხევს. უკან არ დაიხევს, მაგრამ პაჟები ამოძე, ხო პაჟირად, პატარ-პატარა გეგონება ეს მისთვის საკმარისია. რაღაცა გათვლითი ადამიანია მაინც. რომელიც საერთოდ არის დაკავშირებული გამბედაობასთან. ვერ ვიტყვი, უბრალოდ იცი როგორ ტიპია, თუ მიღირს, ვაკეთებ, თუ არ მიღირს, არ ვაკეთებ. ხო აი დგას და ფიქრობს, როგორი ცხოვრებაც მე ახლა მაქვს და რა შეიძლება მე მქონდეს შენთან, ამას შორის არ იცის რა გააკეთოს, იმიტომ რომ დღევანდელი იცის, მომავალი არ იცის და მან რომ მომავალი არ იცის, რა შეიძლება გამოვიდეს თქვენგან და საერთოდ რასაც ითომ ვერ აკონტროლებს. აქ უკვე ერთვება ზოგს პანიკა და ზოგს კი ზომიერება, სიჩუმე და აი რაღაცა ერთფეროვნება. რჩევა თქვენთვის. ნუ რა ვთქვა, თქვენთვის ეს ურთიერთობა. დაგღალა ამ ურთიერთობამ. თუ კი რამე ძალები იყო, ყველაფერი რესურსი ამოწურულია. შინაგანად მოდი ესე ვიტყვი, არ გჯერა შენ ამ ადამიანის. ძალიან კარგად იცნობ მოხაშული, გადახაშული. იცი მისი მინუსები, უფრო მინუსები იცი ვიდრე პლუსები. პლუსები კი იცი, მაგრამ ძალიან ცოტაა და შეიძლება გავიწყდებოდეს. დროს ნუ კარგავ. მოდი ესე ვიტყოდი. მე არ მინდა ვთქვა, რომ შეეშვი ამ ადამიანს, მაგრამ როცა ცუდად ხარ ურთიერთობაში და ერთფეროვნება
ეს კრიზისი აგეხმარება, რომ გაუმჯობესდე იმაში, რასაც არ აკეთებდი კარგად, ან საერთოდ არ აკეთებდი. და ყველაფერი იქნება მე დაბალანსებული, როცა შენს თავში ჩადებ ყველაფერს. აი მაგალითად რისი გაკეთება გინდა ყველაზე მეტად, ეს არის არაჩვეულებრივი და ეძებოთ სანთლით პრობლემები, იმიტომ რომ აი მიგიყვან საკუთარ თავამდე. მაგრამ ზოგჯერ პრობლემა ისეთია, მე არ ვიცახი ხა ისეთ პრობლემას, რომ ზოგჯერ ფიქრის თავიც არა გაქვს. არა, მაგას არ ვიცახი, მაგრამ შენი თავი არ გადადო არასოდეს. გააკეთე ნუ იქნებ მოლოდინის რეჟიმში, იმიტომ რომ აქ ძალიან გამოკვეთილად ჩანს, რომ შენ ელოდები უკვე ამას და რაღაც მომენტში შეიძლება იმედოვნებ, რომ გამოსწორდება და რაღაცისკენ წავა ეს ყველაფერი, მაგრამ უყურებ ერთფეროვან ურთიერთობას, სადაც პატარ-პატარა ნაბიჯებისკენ მიდის ყველაფერი და ის, რაც უნდა მიიღო და გადაწყვიტოს, ამას ვერ ღებულობ და ამას დააგვიანდება კიდე. დანარჩენი უკვე თქვენ გამოიტანეთ დასკვნები, გოგონებო, მე ყველას გელოდებით კომენტარებში დროებით.